ამბები ფარულის ხვენიდან, ოთახი ჭერის გარეშე და ემოციები პირდაპირ ღია სივრციდან ფილიპინელმა ფოტოგრაფმა თბილისში საინტერესო ექსპოზიცია ჩამოიტანა. 27 წლის უკვე კარგად ცნობილმა ფოტოხელოვანმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წლების განმავლობაში გადაღებული ფოტოები გამოფინა. აქ თქვენ ნახავთ სურეალისტურ ნამუშევრებს და ინსტალაციებს, რომელიც ექსპერტებმა ავტორის არაორდინალური და ფილოსოფიურ ხედვად შეაფასეს. ლიზა ციკლაურის სიუჟეტი. ამბები ფარულის ხვენიდან, ასე ქვია ამ ინსტალაციას, რომელიც ერთ-ერთი ჩემი ფოტოს მიხედვით გავაცოცხლე. ამ ოთახს ჭერი არ აქვს, პირობითად ჩემი ოთახია, საიდანაც მინდა სულცასა და ღრუბლებს ვხედავდე. პირადი ნივთები, სავარძელი, საათი, ფანჯარა და ღრუბლებით სავსე სივრცე პირობითად ექსპოზიციის ავტორის მაიკლ ვინსენტ მანოლოს პირადი ოთახია. სერია ამბები ფარულის ხვენიდან ფოტოგრაფმა 2013 წელს გადაიღო და პირველი პერსონალური გამოფენისთვის თბილისში ინსტალაცია დაქცია. ყველაფერი, რასაც ვხედავთ ჩვენ ვინსენტ მანალოს ნამუშევრებში, არის მის მიერ გააზრებული და ალბათ საკუთარი ხედვის პრიზმიდან გატარებული. ეს არის სამყარო, რომელსაც ის აღიქვავს თავისებური ხედვით და ცდილობს ეს მოიტანოს დამთვალიერებელ მაყურებლამდე. ფილიპინელი ფოტოგრაფის ფოტომანიპულატორის უცნაური და სურეალისტური ნამუშევრები და ინსტალაციები ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეს პირველად იკავებს. საქართველოში გასული წლის სექტემბერში ჩამოვედი. გამოფენისთვის ეროვნულ გალერეაში შევხვდი ახალგაზრდა სტუდენტებს და ეს გამოფენა სწორედ მაშინ ჩავიფიქრე. კონცეფცია ამ გამოფენის არის ჩემი ემოციებისა და შეგრძნებების კრებული და მნიშვნელოვანი მოვლენების ერთგვარი შეჯამება. მე შევქმენი ჩემი ემოციების ვიზუალი და მიმდინარე პროცესების ასახვას შევეცადე, რომელიც ჩემ გარშემო ყოველდღიურად ვითარდება. არაორდინალურმა ხედვამ და ფილოსოფიურმა აზროვნებამ 27 წლის ფოტოხელოვანს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მაიკლ ვინსენტ მანოლო ქართველმა დამთვალიერებელმა პირველად 2012 წელს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე პუნქტუმ კონტრა პუნქტუმ გაიცნო. პერსონალური გამოფენის გახსნის იდეა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. ეს არის რაღაც ოცნებები, სიზმრები, მისი ხედვა ერთგვარი გამოხატული ამ სურათებში. თემატიკა, რაც გავაკეთეთ, თქვათ, ეს ინსტალაციები უკავშირდება მის ნამუშევრებს. ჩვენ ფაქტობრივად გავაცოცხლეთ მისი ნამუშევრები. წარმოსახვითი მოგონებები, იდუმალი სიზმრები, სუბიექტური და ობიექტური მოსაზრებებით სავსე გამოფენა დამთვალიერებელს ფოტოხელოვანის მისტიკურ სამყაროში მოგზაურობას პირდება.